მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია საზოგადოებრივი ანალიტიკური გადაცემა ერთობიდან ერთსულუნებამდე. განვაგრძობთ ჩვენს ყოველკვირეულ პოდკასტებს ახალი რუბრიკით განათლების საძირკველი. სამხრეთ გერმანიის მუნიციპალური საბავშვო ბაღის დირექტორთან, განათლების მეცნიერების მაგისტრთან, ქალბატონ მაკა კანდელაკთან ერთად. ჩვენი წინა პოდკასტი დაეთმო ადრეული სასკოლო ასაკის კვლევებს, ბავშვების მზაობას ადრეული სასკოლო ასაკისათვის და აღმზრდელების მონაწილეობას, ასევე მშობლების როლს და გამოიკვეთა მასშტაბური და შეუცვლელი როლი მშობლებისა, მშობლების ლომის წილი ბავშვების მიყვანამდე აი ამ ადრეულ სასკოლო ასაკთან. გამოიკვეთა ერთი ფუნდამენტური თემა, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ბავშვის განვითარების ადრეულ ასაკში, 3 წლამდელ ასაკში და აი ამ პერიოდში გამოკვეთილი თემა რა არის, რა მნიშვნელობის მქონია ბავშვის მომავლისთვის, მისი ძირითადი უნარების ფორმირებისათვის, მისი ფსიქოლოგიური სტაბილურობის და პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებისათვის რა თემა არის აი ეს, რა შეიძლება დავარქვათ ამას, ამ ფუნდამენტურ თემას. მიხარია რომ ისე ერთად ვარ. მე და ნანა. როდესაც აი ამ დღევანდელი საუბრის თემაზე ვფიქრობდი, თავდაპირველად ესე მინდოდა რომ ჩვენ განვიხილოთ რა არის ბავშვი, საერთოდ ჩვენ ბავშვის ხედვა რას ნიშნავს, ხო? მნიშვნელოვანია რა ხატი გვაქვს ბავშვის, ანუ როგორი ორიენტაცია უნდა გქონდეს აღზრდაში, როგორც ადამიანი, ბავშვი, კაცობრიობის ნაწილი, ბავშვი, ინდივიდი, ბავშვი, მომავლის საზოგადოების აღმაშენებელი და წევრი ბავშვი. ამისათვის ვფიქრობდი რომ ჯერ გაგვერკვია როგორი საოცარი არსება ბავშვი, საერთოდ ადამიანი, მაგრამ აი ეს ბავშვობის ხანა და დაწყებული ემბრიონული განვითარებიდან შემდეგ ეს ევოლუციის პედაგოგიკის ჩართო მიდოდა, როგორ ირეკლავს კაცობრიობის ევოლუციას თითოეული ინდივიდის განვითარება ადრეულ ასაკში და ყველაფერი ამის საფუძველზე გვინდოდა აი ამ სულიერი არსების, სულიერი ფიზიკური არსების აღწერა. უფრო დავკონკრეტდით და როგორც ჩვენ თქვი, გადავწყვიტე რომ პირველი ფაქტიურად უკვე მუცლიდანვე ბავშვის უპირველესი საჭიროება რაც არის და რაც ჩვენ ასევე აღნიშნეთ წინა საუბარში, რომ როდესაც ბავშვების საჭიროებაზე ვლაპარაკობდით, რომ ეს არის უსაფრთხოება, დაცულობის განცდა. პირველადი საჭიროება ეს ბავშვის, ხო? ჩვილისაც, პატარა ბავშვისაც, საერთოდ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების განცდა ჰქონდეს. და აქედან გამომდინარე, დღეს ვისაუბრებთ იმ პიროვნებაზე, პირველად მზრუნველ ადამიანზე, რომელიც უკვე ბავშვის გაჩენამდე არის მასთან დაკავშირებული და ეს არის დედა. ანუ დედის როლი ამ უმნიშვნელოვანეს განცდასთან სამყაროსადმი მიმართებაში. და ისევ მივყავართ იმ დღევანდელ სიტუაციამდე, სადაც უნდა შევხედოთ როგორც საზოგადოებამ, როგორც მშობლებმა, როგორც აღმზრდელებმა, ყველა უნდა შევხედოთ როგორი ტენდენციები გვაქვს დღესდღეობით. რამდენად არის დედის და შვილის კავშირი ასეთი მტკიცე, რამდენად არის უსაფრთხოების განცდა მოცემული და რამდენად დიდ ყურადღებას აქცევს ოჯახი ამ დაცულობის და უსაფრთხოების განცდის შექმნას ბავშვისთვის. ემოციური უსაფრთხოებაზე ახლა ჯერჯერ ხო ლაპარაკი, იმიტომ რომ არსებობს კიდე ფიზიკურ დონეზე, მოძრაობის დონეზე უსაფრთხოების განცდა, ხო? აი, როდესაც ევოლუციის პედაგოგიკა ხო ვახსენებ, როგორც ასე ვთქვათ, თერაპიის ერთ-ერთი საშუალება ეს ევოლუციის პედაგოგიკა. ევოლუციის პედაგოგიკა მოკლედ ვთქვათ, რას ამბობს, რომ ესე იგი ბავშვი მუცლიდანვე
გადის რაღაცა ისეთ საფეხურებს, როგორც ევოლუციამ გაიარა. ადამიანის ევოლუციამ გაიარა, კაცობის ევოლუციამ გაიარა, საერთოდ სამყაროს ევოლუციურ საფეხურებს გადის. ოღონდ რა მხრივ მოძრაობებში ირეკლება. ანუ მოთხოვნილებებში ირეკლება ეს ყველაფერი. მაგალითად, როდესაც ბავშვი მოცლშია, ხო ესეთი წყალში. ეს ხომ არის ეს თევზის ფაზა, ასე ვთქვათ, რომელიც ესე ცურავს ამ სამყაროში, მერე უკვე დედის მკლავებშიც ესე ჰორიზონტალურად ეს ცურავს, ასე ვთქვათ, და ეს დედის მკლავები, ეს რწევა, ეს რითმიკა, იგივე გულისცემის მოსმენა, ეს ყველაფერი, ეს თევზის ფაზა. ანუ ეს აქ ამ დროს მყარდება არქეტიპული ნდობა სამყაროსადმი. იმიტომ რომ ის სამყარო შენ გატარებს. ხარ როგორც თევზი წყალში. როგორც თევზი წყალში. შესანიშნავი შედევრი. ანუ ეს არის ესეთი პირველი ევოლუციური საფეხური, ასე ვთქვათ, რომ პირველი საშუალება და შესაძლებლობა იმისა, რომ ბავშვს გაუჩნდეს ნდობა სამყაროსადმი. ხო? ეს პირველი ძალიან მნიშვნელოვანია. ჰარმონია განიცადოს ეს. ხო, მატარებს სამყაროს. სამყარო შეიძლება დავეყდნო. ხო? ძალიან მოკლედ ვამბობ, რომ ეხლა მერე შემდეგი საფეხური მოდის, თქვათ, ამფიბიის საფეხური, რომ რაღაცას მე ვეხები, რაღაცას განვიცდი, მაგრამ იცი შემიძლია უკან დავიხიო და ისე დაცული ვიყო, ესე იგი, ეს გამოსვლა და ეს შესვლა, ეს სწრაფი ინტერაქცია იმ სამყაროსთან, გარემოსთან, რომელთანაც ხარ. და დაცულობა, უკან და ეს აუცილებელია, რომ ბავშვს ჰქონდეს ამ უკან დაბრუნების შესაძლებლობა. ანუ, როდესაც ბავშვი რაღაც ახალ გარემოსთან, ახალ ადამიანთან და ასე შემდეგ შედის კონტაქტში, ხო? მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ უკან დაუბრუნდეს იმ თავის დაცულობას, იმ დედის მკლავებს თუ მამის მკლავებს თუ როგორც იქნება, ვინც არის მისი მთავარი პიროვნება იმ პატარა ცხოვრებაში, რომ ესე იგი ეს ნდობა საკუთარი განცდისადმი, ხო? და ნდობა იმისი, რომ მე შემიძლია ინტერაქციაში შევიდე გარე სამყაროსთან და მაინც დაცული ვიყო, ხო? ეს არის ეს ამფიბიის საფეხური. ახლა ამ момენტში, როდესაც ვთქვათ, ბავშვი დაიწყებს გარდამავალი დროშასავით ეს 3-დან 6 თვემდე რაღაც ესე ხელიდან ხელში გადასვლას, არავინ არ უყურებს, მიმაშებიან ვიღაცები კოცნიან, ანუ ბავშვისთვის ვიღაცები ცხადია უცხო. ანუ ბავშვს რო ართმევ ყოველგვარ საშუალებას, რომ რაღაცა ეს უკან დაიხიოს და თავის დაცულ მდგომარეობაში იყოს და ეს დედასაც არ აქვს ეს ცნობიერება. იმიტომ კი რომ ბავშვის ცუდი უნდა ეს უბრალოდ რაღაც სწორედ მაგიტომ გვაქვს ეს საუბრები, რომ დედას გაუჩნდეს ეს ცნობიერება, რომ ბავშვის ესე გადაცემა ვიღაცების მიერ ბავშვის კოცნა, იქ ხელის მოკიდებები გადაადგილებები არ ითვალისწინებს ამ დროს ბავშვის მოთხოვნილებებს, თავარ მოთხოვნილებას რა, რომ მაქვს ეს შეხება, მაგრამ ისევ დაცულობის განცდაში შემიძლია გადავიდე, ხო? მაგალითად. ესეთი რაღაცა ხომ უნდა მიცოდეს დედა. ხომ უნდა მიეწოდოს დედას რაღაცა ფორმით, ხო? ტრადიცია უკვე ვეღარ არის ეს. ვეღარ უზრუნველყოფს ამას და აქედან გამომდინარე საჭირო უკვე ცნობიერად შევხედოთ. შემდეგ მოდის უკვე რეპტილური საფეხური და ეს რეპტილური საფეხური უკვე მუცელზე ხოხვის დროს უკვე თავისი ძალის განცდა აქვს. აი შემიძლია ერთი ადგილიდან ჩემით გადავადგილდე აქედან იქამდე ცოტათი, მაგრამ ეს ხო ჩემი ძალა, ეს ჩემი სხეულია, შემიძლია გადავიდე, ვიხოხო. ძალიან მნიშვნელოვანი საფეხურია. ანუ საკუთარი სხეულისადმი ნდობა, საკუთარი ძალის განცდა და საკუთარი სხეულის ნდობა. და გამოცდა ამ ძალის. ხო, გამოცდა ამ ძალის. ბავშვი არის სულ თუ არ შეა და არ ეძინება და არ წყურია, ამით არის დაკავებული, რომ აი ეს გამოცდა კარგად ჩააბაროს და ეს ნდობა თავისი საკუთარი ძალების მოიპოვოს. ეხლა იგივე შემთხვევაში, როდესაც ვიცით, რომ ეს არის აუცილებელი საფეხური და ამ დროს არ ვახოხებთ ბავშვს,
იმიტომ რომ იატაკია ჭუჭყიანი, ასე შემდეგ. ანუ გარემოს არ ოგნით ბავშვს რომ სხვა სივრცეში იმყოფება. ხო, ანუ არ იმყოფება ისეთ სივრცეში, სადაც ეს ხოხვა არ გამოდის რა. აი არანაირად. და არც არავინ არ თulis ამ ხოხვას საჭიროდ. დიდი რაღაც რბილსაწოლზე შეეცადოს ბავშვი რომ გახოხდეს იმ დიდსაწოლს, მაგრამ ის არის რბილისაწოლის არ უწყობს ხელს ამ ხოხვას და ასე შემდეგ. ანუ ესეც გასათვალისწინებელი აქვს, ხო? დედას რომ აი დედას და ყველას ვინც არის დაკავშირებული ამ ბავშვის განვითარებასთან, ხო? შემდეგ უკვე გადავდივართ ძუძუმწოვარების საფეხურზე, სადაც უკვე გრძნობებისადმი დობა საკუთარი გრძნობებისადმი სხვისი გრძნობებისა ჩემი გრძნობა სხვისი გრძნობა ეს რასაც შევიგრძნობ ხო იქ უკვე ჩვენ ახლა თავიდანვე გვაქვს დიდი თემა გრძნობითი ორგანოების რომლებიც ვისაუბრებთ რომელიც ვახსენეთ კიდეც რომ კლასიკურად 5-ია თქვათ იგივე შტაინერის მიერ 12 აღწერილი და ახლანდელი მეცნიერების მიერ 33 და ანუ კიდევ უფრო ჩაშლილია კიდევ უფრო მეტად ანუ ეს ძალიან დიდი თემაა მაგრამ აი ამ გზობების დობა რას ნიშნავს ესეც დედის ფუნქციაში შედის ეს ყველაფერი ესე იგი ბავშვი ვითარდება გადის აი ამ მერე გადის ამ პრიმატულ საფეხურზე როდესაც მიდის ძუძუმწოვრის სტადია ანუ აი დედასთან კავშირში როგორ გამოვა აი რაღაც ორი სიტყვით ძალიან საინტერესო იქნება ძმებს და დებს რო გადავხედავთ ხო ცხოველთა სამყაროს აი ვეშაპები ამხელა ვეშაპები და ეს პატარა ვეშაპები გვერდზე რო არიან მიკროლი ამ დიდვეშ ანუ დედა და შვილი მოძრაობს სულ ერთად ეს ძუძუმწოვრების სამყარო ეს არის სიმბიოზია დედა და შვილი არიან ერთად და აქედან გამომდინარე ყველანაირი აღქმა და შეგრძნებები რაც ბავშვს აქვს ამ შემთხვევაში ჩვენ ბავშვს გადავიდეთ ანუ ძუძუმწოვრის სტადიაში მხოლოდ მაშინ არის თლიანად ჯანსაღი განვითარებაში როდესაც გვერდზე აყავს დედა რომელიც არის ეს უსაფრთხოება რომელიც არის ემოციური და ფიზიკური უსაფრთხოება ბავშვისთვის აი ესეთი ფაზა არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი ამ მომენტში ხშირად ბავშვებს ერღვევათ ეს უსაფრთხოება, იმიტომ რომ რაღაცა შეიძლება ბაკაბაღში უკვე აღმოჩნდნენ. აი შეიძლება ეს მაგალითი იყოს მოყვანილი რომ აი დედას უნდა რომ რაღაც ახალი საკვები მიცეს თქვა და ჯერ თვითონ გასინჯავს ამის ბავშვი ხედავს და დუბით განეწყობა ყველაფერს ამ მომენტში ფაქტიურად დედის გავლით ეს შეგრძნებები რაღაცა მიმბაძველი ბავშვი მიმბაძველი არსებაა ხო? ანუ ეს მიმბაძველობით გადის ბავშვი სწავლობს ძალიან ბევრ რაღაცას, მაგრამ სწავლობს კარგად, იმიტომ რომ არის ემოციურად საფრთხოდ და დაცული. ეხლა ჩვენ რამდენი სტადია დაგვრჩა კიდე? ეხლა დაგვრჩა ჩვენ პრიმატის და შემდეგ ადამიანის ჩვენ ხომ არ შეგვიძლია აი ახლა ეს პოდკასტი თქვა ამ ეტაპზე დავამთავროთ დავასრულოთ გადავიდანოთ შემდეგ გადაცემისთვის ეს ორი უმნიშვნელოვანესი და მით უმეტეს ის ადამიანის უკვე გავაფართოვოთ იმიტომ რომ უკვე ნელ-ნელა მე ბავშვი მიუახლოვდება იმ ასაკს სადაც უკვე დედისგან უკვე სოციუმში უნდა გავიდეს როგორც მომზადებული სხვათა შორის უკვე პრიმატის საფეხურზე წინდაც ვიტყვი ხდება ამ ჯგუფთან ზიარება მაგრამ აი ესეთი დოზირებულად ხო ჯგუფისადმი ნდობა მაგრამ თუ ადამიანს აქვს ეს დაცულობის და ამ ადრეულ ასაკში დაცულობის და უსაფრთხოების განცდა სამყაროსადმი ნდობა თავისი ძალებისადმი ნდობა თავისი განცდებისადმი ნდობა აი ეს ყველაფერი მის უსაფრთხოების განცდასთან არის დაკავშირებული ნდობის ფაქტორი თუ აქვს ამ ადამიანის თლიანად მთელი ცხოვრება ფაქტურად სხვანაირად წარიმართება ესეთი ადამიანი ფაქტურად როგორი სასოიანი ადამიანია უსასოობა არასოდეს არ დაეუფლება იქნება დარწმუნებული ნდობა ექნება ეს თავარი ნდობა საკუთარით არის ნდობა არა მარტო საკუთარით თავის სამყაროსადმი და სამყაროს ნდობა მე ფაქტობრივად ბავშვს ეს უკვე ინსტინქტურად აქვს სამყაროს ნდობა არის სულიერი სამყაროს ნდობა ასევე და
ასეთი ბავშვი, როდესაც გაიზრდება და ჩამოყალიბდება პიროვნებად, აი ეს საძირკველი, რომელიც დედამ ამ საძირკველს ხო ჩაუყარა დედამ საფუძველი, ხო? აი ამაზე ხო დაშენდა მთელი პიროვნება. საერთოდ პირველ ადრეულ ასაკის ამ წლებში იყრება ეს საძირკველი და ამაზე არის დაშენებული მე მთელი პიროვნება. ყველასი. კარგით, მაგრამ მაშინ აი ამით შემოვიფარგლოთ დღეს უაღრესად საინტერესო საუბრისთვის უღრმესი მადლობა ჩემგან პირადად და ტელემაყურებლისგან ალბათ და იმედია ტელემაყურებელი გამოეხმაურება, მიიღებს ამ ინფორმაციას ნდობით და დასვამს კითხვებს ჩვენთანაც, თავის წინაშეც. ახლა კი დავასრულოთ, დავიმშვიდობოთ ტელემაყურებელს. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერში იყო საზოგადოებრივი ანალიტიკური გადაცემა ერთობიდან ერთსულოვნებისმამდე და გემშვიდობებით მომავალ კვირამდე ჩვენი პოდკასტებით ვაგრძელებთ საუბარს თემაზე განათლების საძირკველი. დარჩით ჩვენთან და აშენეთ ჩვენთან ერთად განათლების საძირკველი. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.